თავიანთი აზრი იყო ესეთი და ამ აზრს უფრო დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს ვიდრე უმარტივეს, უბრალოეს ადამიანურ თვისებას რა, რომ მადლობა თქვი. მადლობა ამხელა უბედურებისგან განიკურნე. წადი თქვი მადლობა და მერე წადი და რაც გინდა ისქენი ვისთანაც გინდა და მიდი და არა ეს არის ამ პარტავნი. რატო არც ერთი არ მოbrunდა? ეს უფრო ადვილი კითხვაა, იმიტომ რომ სწორედ ამ პარტავნებიდან გამომდინარე ერთმანეთის სამხედრობით. ეხლა ერთი რომ მოbrunებული იყო, ის დანარჩენები დაცინებდნენ, ალბათ თუ რა ვიცი რა იქნებოდა. მოკლედ ეს აქ არის ძალიან ღრმად ფესვებ გადმული და მე მინდა გითხრათ, რომ დღესაც არსებობენ ერები ქვეყანაზე, ზოგი კი და ზოგი არა, მაგრამ არსებობენ, რომლებიც თვლიან, რომ ესენი არიან გამორჩეულები და ესენი არიან რჩეულები და რა თქმა უნდა, მათ ყველაფერი ეკუთვნით, რაც ესე იგი სიკეთე არსებობს. ყველაფერი პირველ რიგში მათ ეკუთვნის. ესე თვლიან ეს ადამიანების სოციალური ესეთი სცენი არსებობს. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ ჩვენც ამ სიაში ვართ ქართველები, რომ ლექსით გვაქვს ესეთი, რაც კარგები ვართ. ქართველები ვართ, სულ ხელის გურძე სატარებლები და ეს არის ის საშინელება, რასაც იესო ქრისტე ამ ხელს სახარებაში. აი ეს ჩვენი ის, რომ აი ჩვენ ვართ საუკეთესოები, არა ვართ. საუკეთესო ეს არის უბრალოება. უბრალოება, რომელიც აი ამ სამარიტელმა, რომელსაც ისედაც ყველა დაცინობდა, გამოიჩინა და მოbrunდა და მადლობა უთხრა იესოს. ასე რომ ჩვენ ესე იგი დღევანდელი სახარებიდან ორი მნიშვნელოვანი დასკვნა უნდა დავიმახსოვროთ. ერთი ის, რომ აუცილებლად მადლობა უნდა გამოვხატოთ, უნდა უთხრათ მადლობა ადამიანს თუ ღმერთს, რომელიც ჩვენ სიკეთეს გაგვიკეთებს და მეორე, რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აი ეს რაღაცას ისაძაგლე, რომ აი ჩვენ რაღაცა გვეკუთვნის, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა ვართ, რაღაცას წარმოვადგენთ. აი ესე რომ ფიქრობს ადამიანი ინდივიდუალურად, რომ ის თვითონ კარგია და ამიტომ რა თქმა უნდა ყველა კარგად უნდა მოექცეს, ერთმა ადამიანმა უთხრა სხვათა შორის ესეთი რაღაცა. რომ აი კარგად რომ ხო კარგად მოგექცა, როდესაც უთხრეს და მე კარგი ვარ და ყველა კარგად მეკცევა. აი ესეთი რაღაცა თქვა რა. აი ეს ამაზე უფრო ესეთი სისაძაგლე მე ცოტა ძნელად წარმომიდგენია. ხო და ერთი ეს და მეორე აი ესეთი სოციალური, რომ აი ჩვენ ვართ ესეთები და ეს არის არასწორი. ჩვენ უნდა ვიყოთ უბრალოები და რაც უფრო მეტად დავიმდაბლებთ თავს, მით უფრო მეტად აღმომაღლებს ღმერთი, რომელმაც დაგლოცოს ყველანი და გაგვათავისუფლოს ამ პარტავნებისაგან და მოგმადლოს მადლიერების გრძნობა. ჩვენთან არს ღმერთი.